მოგესალმებით შემოძვირფასო მეგობრებო. მოკლედ უკვე დღე არ გადის, რომ ქართულ ოპოზიციაში ბოროტებით ახსავსე ადამიანები, აი საიდანღაც ჭე კატეგორიიდან არ გამონახავდნენ რაიმე სახის მორიგ ტყუილსა და დეзინფორმაციას და ყველანაირად არ ურტყავდნენ საქართველოს სახელმწიფოს და ნუ განსაკუთრებით რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილს. მორიგი ესეთი თავდასხმა ამ საინფორმაციო უთანასწორო ბრძოლაში და ამ სიცრუეში, რომელიც ამ ხალხისგან მოდის, უკავშირდება რომ აბას თუმნის ძველი ფილტვების სამკურნალო ცენტრი, რომელიც არის ავარიული შენობა, რომელიც იყო, გადავიდა აბას თუმნის შემოსასვლელში სპეციალურად შერჩეულ ხეობაში, სადაც წიწოვანი და ფოთლოვანი ხეების ნაკადი ჰაერის ცირკულაციას ახდენენ და ანუ ადამიანებისთვის უფრო სასარგებლოა სამკურნალოდ, ნუ გამოხტრენ ეხა ბუნებრივია, ეხა ჩერგოლეიშვილი პოკერია, ამ ქვეყნის მოსიყვარულე ხალხი, ხო, ეხა და დაიწყეს ეხა ამ თემის გაშავება. ნუ რაზეც ეხა მე უყურადღებოდ ამას არ დავტოვებდი, იმიტომ რომ ამადგან განსხვავებით დღეს საქართველოში და ბოლო 20 წელია ისეთი საქმეები კეთდება, რომელსაც როგორც ამათი ბელადი, ყოფილი ბელადი, ნუ როგორც ეხა თვითონ წორებენ, სააკაშვილი პატარა ხიც რო გახსნა და მთელმა მსოფლიომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რო იცოდა და ეგეც რო ივანიშვილის ბულებით იყო გაკეთებული და თავისზე რო იღებდა ყველაფერს. ეხა მე მინდა ეს საკითხი კარგად აგიხსნათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი შეცდომაში შეყავთ, თითქოს აქ რაღაც манипуляციები მიდის ამ თემასთან დაკავშირებით, მეგობრებო, მოგასმენებთ სიუჟეტს, გამოგიყვათ მტკიცებულებებს, აგიხსნით ყველაფერს, როგორ ხდება, რანაირად ხდება, რომ თქვენ არ შეხვიდეთ შეცდომაში და ეს უძვირფასესი საქართველოს ფილტვები აბას თუმანი ამ დროს დღევანდელ საქართველოში როგორ გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურულად, როგორ მოდერნიზდა და როგორ ემსახურება სამკურნალო ჩასულ ადამიანებს. მოდი ახლა მოვისმინოთ ეს ტყუილები, ნუ სადამდე გადავხოთ რომ დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწერთ არხი. მადლობა იმისათვის, რომ ძალიან ბევრი ნახვები აქვს ამ ვიდეოებს, განსაკუთრებით ბოლო ერთ თვეში. მადლობა აქტიურობისთვის ხალხნო და მადლობა რომ ისმენთ. მოდი დავიწყოთ. ბიძინა მაიღო, ეს ცენტრი, ფილტვების ცენტრი მოგლიჯა იქიდან, გადმოდგა კურორტის შესასვლელში, არაფერი აბას თუმნის ამ ადგილს არც ხე არ ადგას ხალხო აქ. ხე არ ადგასო. არა, ერთ მართლა ბუნებრივად, ანუ ხე არ დგასო. ხალხო დააკვირდით, უკან არის მინიატურები. არ არის აქ ხეები, ეს არის ხელოვნურად შადგმული. ხელოვნური ნაძვის, აი, ხვდებით ეხა თვალებში ნაცრის შეყრის დონეს ხალხო. ხე არ დგასო. ეხა უყურეთ, აი განუმარტავ ეხა ამ ადგილზე მე ბევრი რამე შევისწავლე და მინდა გითხრათ, ნახეთ, სადაც ახალი აბას თუმნის ფილტვების ცენტრი გაიხსნა. ეხა ნახეთ, ისტორიას მოგიყვებით, რომ წარმოდგენა გქონდეთ. ანუ სახელმწიფომ გამოაცხადა ტენდერი, რომ ძველ ადგილზე, სადაც იყო ძველი სამკურნალო ცენტრი, რომელიც იყო ნაავარიები და თავად მოქალაქეები და აბას თუმნის ცხოვრები დაადასტურებენ, რომელსაც ამ ვიდეოშივე, ამ კლიპშივე განახებთ, გამოაცხადა ტენდერი, რომ ვინც ახალს ააშენებს სახელმწიფო მიწას ჩუქნის იმ ადგილს, ანუ სადაც სამონტყოფო აშენდება, მაგრამ ეხლა უყურეთ, რომ გამოცხადდა ეს ტენდერი, ნუ კომერციულად მომგები არ იყო ჭყალებში ქართული ბიზნესისთვის, ხო იცით ქართული ბიზნესი როგორია, აქ თუ ფული არ კეთდება, დიდი ისე არ აგიშენებენ, საბოლოო ჯამში ისე ივანიშვილის გასაკეთებელი ხდება ყველაფერი. ეხლა უყურეთ ბიზნესამ რა გააკეთა. სახელმწიფომ ხო გამოაცხადა, რომ ვინც ააშენებს, მას მიწა გადაეცემა უფასოდ. ბიზნესამ მაგ მიწაშიც ფული გადაიხადა. რომ მე არავის არ წამოიძახებინა, რომ აი სახელმწიფო ჩუქნის ბიზნესმენებს, არა. ბოლომდე პატიოსნად გააკეთა ყველაფერი. ააშენა ახალი ფილტვების გამოჯანსაღებელ სამკურნალო ცენტრი, რომელსაც თქვენ ხედავთ სპეციალურად, ეხა უყურეთ, ეს მე კი არა ხალხო, სამედიცინო დასკვნა, თუ გინდათ ეს ვიდეო დააპაუზეთ და აიღეთ ოფიციალური სამეცნიერო წყაროები. სპეციალურად აშენა ისეთ ადგილზე, უკან თქვენ ხედავთ ეგერ ჩეორგეულუშვილი, რომ აზრზე არ არის საერთოდ, ეს არის სპეციალური ხეობა, სადაც ფოთლოვანი და წიწოვანი ხეების ნაკადი ცირკულირებს, რაც ანუ იქ ჩასული ადამიანებისთვის, რომლებსაც ფილტვების ნებისმიერი სახის დაავადება აწუხებთ, მათთვის უფრო შესაბამისი ადგილია. ეხლა ეს ადამიანები თვალებში ნაცარს გაყრიან და გეუბნება, რომ ხეც არ არის. აი გაიხედეთ უკან ხალხო, რომ თვალებში ნაცარს როგორ გაყრიან. ეხა უყურეთ, ეს შენობა იყო, ეხა ისტორიაზე მოაქვთ ამათ საუბარი, ამობენ რომ ეს არის ჯერიქიდან დავიწყოთ, რომ ამ ადგილზე, სადაც ძველი ფილტვების გამოჯანსაღებელი ცენტრი იდგა, რომანოვების სასახლე იყო საერთოდ. ჯერ რომ ისტორიას გადაწყვეტენ, ეგ მაინც იცოდნენ, რომ ისტორიულად ისეც არ იყო, რა ქვია, სამკურნალო ცენტრიც არ არსებობდა. მოდი ხე გავაგზავნოთ თან აგიხსნით ყველაფერს რა თქმა უნდა დეტალურად. ამოვიდეს ფილტვები დაავადებული ადამიანი და ისუნთქოს. ვიყავით უსმენთ. როდინის იმაშია დღეს ხვალ ამხდებოდა მთელი საძირკველი წყლით იყო დაფარული, ეს წყალი ზამთარში იყინებოდა, სამშრიანი კედლები იყო და შრეები ისე იყო ერთმანეთისგან დაშორებული.
რომ ადამიანი თავისუფლად შეედებოდა, როდის ჩამოიშლებოდა, როდის მოიყოლებდა ქვეშ თავის პერსონალური ან თავის პაციენტებიანად ეს დაფხავებული შენობა ეს პრაქტიკულად ამის განსაზღვრაში. ანუ საუბარი ეხა შეგახსენებთ, ვისაც არ გესმით, ძველ ფილტვების გამოჯანსაღებელ ცენტრ ძველზე, რომელიც იყო ავარიული შენობა. მე არაერთხელ მithქვია და არც მერიდება რომ ეგ თქვა. ქართულ ბიზნესს ზოგადად ახასიათებს ეგეთი რამე, ნუ ამათვის თუ შაურმა არ გახსნეს ან რაღაცა ისეთი რაც ამათ იმაში ჯიბეში ძალიან ბევრ ფულს შეიტანს, ისე ამათ არ იციან ზოგადად სიკეთის გაკეთება, რომ აი მაგალითად გაკეთე. როგორც კი სახელმწიფო ტენდერი გამოცხადა, ამ ტენდერშიც იმარჯვებს ბიძინა, იმიტომ რომ სხვა მხელი არავინ არ მოკიდა და მე კიდევ ერთხელ ხას უსვამ ყველაფერს, რა დღეშია ზოგადად სხვა ქართული ბიზნესი, მთელი ამ წლების განმავლობაში, რომ ეს არა მარტო ამაზეა საუბარი, ის რომ გამოდიოდა, რაგვარი იყო ის ლელოსის რო იყო, რა ქვია, დიდი ამბავით რო გამოვიდა, ბიძინამ რო შეისყიდა იონეს ოსიმეს ხელნაწერი ისტორიული მნიშვნელობის კულტურული საგანძური, რომელიც საქართველოს გადასცა, საქართველოს მუზეუმს და მთავარი ფორმულა პირველი მეორე დღეს წერდნენ, რომ ერთ-ერთმა ქართულმა ბიზნესმენმა სპეციალურად არ თქვეს ბიძინა რო იყო სპეციალურად შეიძინაო ესო აუქციონზეო, ხო და საქართველოს აი ესენი რომ დამელაპარაკებენ ახლა ორმაგ სტანდარტებზე და მიკერძოებაში, თქვენ წარმოგიდგენიათ რას ამბობს საუბარი? და დღეს ის ლელოს წარმოადგენლები და არიქა თიბისის მევახშები და ეგენი მორალს გიკითხავდნენ არჩევნებზე, აბა ეხა ეს უქნათო და დღეს საკუთარ ამორჩეველსაც იმდე პატივს არცემენ, რომ პარლამენტში შესულიყვნენ და მათი ხმებისთვის და უფლებებისთვის ებრძოლათ. და თქვენ ამათ ოპოზიციას და თქვენ ამათ კრიტიკოსებს ეძახით, ეს არის ბოროტება უბრალოდ და მეტი არაფერი. შეუძლებელი იყო. ასე რომ ეს რაღაც მithქმა მოთქვები, რომ ეს შენობა შეიძლებოდა შენარჩუნებული იყო. აი უსმინეთ, მე ხო არა ვარ. გარემონტებული იყო, რეაბილიტირებული იყო, ეს არის აბსოლუტურად თითიდან გამოწვეული დიდი წყვილების პატარა ნაწილი. ეს ადგილზეც რომ მიდის რაღაც სპეკულაციები, ეს ლოკაცია არის სპეციალურად შერჩეული, რამე აქ ხდება სამი ხეობის ხარის შერწყმა. მდინარე ოცხე, კურცხნა და ესე არის შედის 12 კილომეტრით შედის ბორჯომხარაგაულის ნაკრძალ ვემიჯნებით. პირდაპირ ნაკრძალში ვარ პრინციპში. 12 კილომეტრი. აი ნახეთ როგორ არის შერჩეული ახალი ლოკაცია გამოჯანსაღებელი ფილტვების სამკურნალო ცენტრი. ხვდებით სამეცნიერო დონეზე როგორ არის. და ჩერგოლეიშისთვის ამოგიდა რომ გეკითხა. ხე არ არის გარშემო, ხეობა არ არის, თუნდაც მდინარე იქ არ არის, არაფერი არ არის. და იქო მანქანები დადიანო. ჯერ ეგერთი უნდა დასრულდეს ეგ პროექტი და მაქამდე ივლიანს არ დასრულდება. ჩვენ მაქედან დავიწყოთ რამ ხელა სახის თუ ის არის, ხო? მარაზმი არის მაგის მოსმენა. და მეორე. აბას თუმანი. ეხლა უყურეთ ამ თემას მინდა შევეხო ხა. უყურეთ აბას თუმანი. არის ადგილი ტერიტორია საქართველოს მე რომელიც ძალიან მიყვარს და როგორც ვიცი იგეგმება ეხა არა, მაგრამ მე მგონი მომავალში საერთოდ ელექტრო მანქანების გარდა იქ არავინ არ შევა, რაც არის იდეალური, იმიტომ რომ ეს არის საქართველოს ფილტვები, აქ არის სპეციალური, ანუ ვინც ფილტვები დავადებული ხალხი, ისეთი ხალხი ჩაყავთ, მან კურნალობენ ეს ისტორიას იღებს, აი რომანოვების დროიდან და აი კიდევ რუსეთის იმპერია და ისენი რო იყო სახლებს და აგარაკებს და იმებს იშენებდნენ იმისათვის, რომ საკუთარი შვილებისთვის ემკურნალოთ, ხო ბუნება მიხერა რაღაც მეც. ეხა ვარ რა მოხდა, რაც მე პირველი აქ ძალიან მომეწა. ინფრასტრუქტურული განახლება, რაც არის ყველაზე დაცვა, ჰაერი, ნახეთ სპეციალურად აბასთუმანში მდებარეობს, ვინც არის ობსერვატორია. ობსერვატორია სჭირდება ცაზე კონკრეტულად ისეთი სახის, რა ქვია, მოწმენდილი, ესე ვთქვათ, ლოკაცია, სადაც თვითფრინავიც კი არ გადის. აიკრძალა აბასთუმნის თავზე ფრენა. იმისათვის, რომ ეს ოზონის შრები და ისინი არ დარღვეულიყო და წმინდად გაიხედა და თავის სამეცნიერო დანიშნულებაც ასევე ამ ხარე შეესრულებინა. რაზედაც მასშევე ატეხეს ამბები, აი ბიძინა მოიწყო თავისთვის, გააკეთა თავისთვის, ბიჭო. ნახეთ ხა რაზე მაქვს მე საუბარი. გახსოვთ არა თქვენ რო აბარალებდნენ იმას რო ამბობდნენ ბიზნესო ისო რა ქვია ღვიმეები და იმაში ოქროულობა ამოაქვთო და ისტორიული მიწები და ანგრიაო და რაღაცა და ბოლნისის მუზეუმი გაიხსნა, სადაც უძველესი არტეფაქტების შენახვა და გადარჩენა მოხდა ისე მისი დამსახურებით. განსხვავება რა არის ხა მე მინდა ხაზე გავუსვა, ეს არ არის მარტო კაცო ამაზე მე არ მაქვს საუბარი და არ მაქვს იმაზე საუბარი რომ მაგალითად ხა დენდროლოგიური პარკი, ფლექსი არენა ციცინათელა ისიც კი სახელმწიფოს გადაეცა საჩუქრად, რომელიც ასევე ივანიშვილმა გაკეთა. განსხვავება რა არის ხა მე მინდა ხაზი რას გავუსვა, ხო? რომ აი ამდენი სიკეთები რა საქართველოს კონკრეტულად ფონდი ქართულსგანაა გაკეთებული, რომ ანუ ფლექსაობა ამაზე. აი მარიაშობა რაც სააკაშვილმა იცოდა, რომ აი პატარა ხიდი დაიგებოდა სადმე პატარა ხიდი და აი იცოდა უკვე ბარაკ ობამამ, ბუშმა და მთელმა სამხრეთ ამერიკამ. რაღაცა პატარა ხიდს გააკეთებდა, იცოდა მთელმა
ნახეთ ხალხო, როდესაც ბიბლიაში არის შესანიშნავი სიტყვები, რა თქმა უნდა, მე ამ პრინციპს მივყვები და ძალიან ხშირად უკავშირებ მე ამას ბიზნესს. როდესაც სიკეთეს აკეთებ, ამას გახმაურება არ უყვარს. და ძალიან ხშირად მოდის ამაზე სპეკულაციები, რომ რატო არ უკეთებენ ამ ხელა პროპაგანდას, იმიტომ რომ სიკეთეს უყვარს სიჩუმე და სიკეთეს უყვარს სიჩუმე, რაც ყველაზე მთავარია, რომ მადლი როგორც რომ ხალხს შეერგოს ეს ყველაფერი, ხო, ულამაზესი შავი ზღვისპირეთში რამდენი რამე გაკეთა, ნუ ბლექსი არენა, დენდროლოგიური იმაზე რა ქვია ციცინათელა იქ ისენი რომელიც გადაეცემა მე ეს ყველაფერი ვიღაცას კი არ მეაქვს ეს ტერიტორია ხო ეს სახელმწიფოს ნასყიდობაში გადაეცემა უსასყიდლოდ ბოდიშით გადაეცემა სახელმწიფოს რომელსაც ხმარობს შემდგომ უკვე ქართული ხალხი და აი პრინციპი ვერ ხვდები სააკაშვილმა რო იცოდა ხოლმე ყველაფერზე აი პროპაგანდა და ამაზე მოდი მოვდები ხა ამას მე მთელ ქვეყანას მე ამ ყველაფერს ძალიან კარგად ისმის გონიერმა ქართულმა ხალხმა ვინ როგორ და რა მიზნით აკეთებს ამ ყველაფერს ხო ეხა როდესაც აი ვიდეო განახეთ ჩაგირთეთ ძმაო თქვენ უსმენთ ხო ეს არც ია იყო არაფერი ამბობს რომ ხე არ არისო უკანო ბიჭო ხეობა არის მთელი სამი ხეობის თავარი შესართავია წიწოვანი ფოთლოვანი და სხვადასხვა ჯიშის ხეები რომელიც ცირკულაციისთვის ისეთ იმებს ქმნიან აქვია ჰაბიტოს ქმნიან რომელიც ეს ავანტყოფი ადამიანისთვის არის ფილტვებისთვის სასარგებლო აი ამას თვალებში გაყრიან და იქ ხალხი ვინ გველაპარაკება ამ ყველაფერზე ეხა მე მინდა ხაზი გავუსვა რა არა აი ჩერგოლეიშვილი მე გველაპარაკება თურმე რანაირი უნდა იყოს საქართველოს როგორი უნდა იყოს რანაირი ის რა სიკეთები უნდა კეთდებოდეს ამ ყველაფერში რა სიკეთები არ უნდა კეთდებოდეს და ვინ არის თურმე ანუ ვინები გველაპარაკებიან პატრიოტიზმზე აი ეს არის აი მე რასაც ვამჩნევ ლიბერალური ფრთა ოპოზიცია აი კოლექტიური ნაცმოძრაობა არის ამათვის აი აპრობირებული სიტყვა, ანუ ამაზე დიდი სამეცნიერო ტერმინი ჯერ ფსიქოლოგიის დონეზე არ არსებობს. ადამიანები იყენებენ ფსევდოპატრიოტიზმს და манипуლირებენ ხალხის ემოციაზე, რომ დაატყანენ. მე მაგალითად პირდაპირ ვამბობ და არც მაგის არ მომერიდება აღიათ. როდესაც მიდგება საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობაზე საქმე, ხო, რომ წყლის რესურსები უნდა გამოვიყენოთ. მე პირველი ვამბობ, რომ წყლის რესურსების და ენერგო დამოუკიდებლობას პირადად დავიცავ იმისათვის, რომ ქართული ხალხისთვის ელექტროენერგია იყოს იაფი. ეხლა უკვე ფსევდოპატრიოტები გამოხტებიან, აი წინაპრიზე მიწაზე რატო აშენებ ამ ყველაფერს, როგორ შეიძლება ამ ხეობის ესე მოქცევა ის ხალხი მელაპარაკება გარემოზე, რომლებიც როდესაც მიდიან და მიირთმევენ ტყეებში და ღრეებში იმას რა ქვია, საკოებს ზედვერო ტოვებენ და ზედვერო ყრიან იმას რა ქვია, სიბინძურეს და ნაგავს. უბრალოდ სუფრაზე ახსენებათ საქართველოს მარტო რა და ქართული ხალხის ჯიბეზე რო უტყავს რომ ენერგო დამოუკიდებლობა საჭიროა და ეს მართლა რუსული ინტერესია და ეს მართლა შეკვეთილი რაღაცა რომ შენ აგიმხედრო რა იმისათვის რომ საქართველოს ენერგო დამოუკიდებელი არ გახდეს აი სწორედაც ესეთი აგენტურა ჩანერგილი აგენტურა ამ ქვეყანაში რომელიც არის ოპოზიცია ასრულებენ ზუსტად როგორც ასევე დასავლეთის ასევე გარკვეულწილად ჩრდილოეთის დავალებებსაც რომ საქართველოს სახელმწიფო შექმნან სრული დესტაბილიზაცია და ხალხებს შორის იყოს ბუდური პოლარიზაცია. ანუ აი მეტი რაინაზია ახსნა თქვენ ახლა წარმოგიდგენიათ სახელმწიფო აცხადებს ტენდერს რომ აი მე შემელო მე ფული არ მაქვს ახლა უბრალოდ რომ აი ხალხო ნახეთ აირჩიეთ კი არ აქ არსებობს ლოკაცია რომელზედაც არის ავარიული საავადმყოფო ვინც ააშენებს ახალ საავადმყოფოს მას მიწა მოყვება საჩუქრათო ეს თქვა საქართველოს სახელმწიფო ბიზნესი არ გაიკარა, ნუ ქართული ბიზნესიც ხო იცით როგორია, ესენ თუ ან შაურმაში ფულს არდებენ, ან ტოტალიზატორში, ისე ამათ ხო იცი, ჯიბინა ფულს ვერ გააგდებინებ. ისევ ბიზნეს გასაკეთებელი ეს ყველაფერი ხდება, როგორც ყოველთვის აქვე ვამატებ, თუ ვინმე აკეთებს ეროვნული საქმეს ბიზნეს, ისევ ბიზნესი არის, რა თქმა უნდა, ეს არის უბრალოდ ფაქტი, რავი შეუძლიათ ნებისმიერ საიტზე გადაამოწმო, ვინ დახარჯა ქართულ ფონდიდან არის დახარჯული 3 მილიარდზე მეტი, ეს ძალიან კარგად იცის ყველა, მაგრამ ყურს არ იბერტყავენ ამაზე, იმიტომ რომ არ აწყობთ. ბიზნესამ რა გააკეთა ახლა უყურეთ. მიწაშიც ფული გადაიხადა, არ მინდა უთხრა სახელმწიფოს, რომ მე შენგან უფასო და ამას არ ავიღებ. რომ მე ჩერგოლეიშვილები არ დადგნენ და არ ილაპარაკო, თურმე სახელმწიფო ბიზნეს ჩუქნისო რაღაცებსო. გადაიხადა პატიოსნად კაცმა ახალი სასტუმრო აშენა სამედიცინოდ იმ ლოკაციაზე რომელიც არის ადამიანის ფილტვებისთვის სასარგებლო თავიდან ბოლომდე აქ არის 3 სხვადასხვა განსხვავებული ჯიშის წიწვოვანი ფოთლოვანი ხეები რომელიც ცირკულაციას ახდენენ და ამ ხეობიდან მომდინარე ისეთი სახის ჰაბიტუსი იქნება რომელიც ადამიანისთვის სამკურნალო ადამიანისთვის არის სასარგებლო და მოდია ბიჭო კიდე ამბობენ აი რას უკეთებენ ამ ქვეყანას ძარცვავენ კარგით, ბიჭო, ნამოსი, აი, რაღაცაზე არავინ არ გეუნებათ, ვიღაცები გიყვარდეთ და მოგწონდეთ, კაცო. ამის გამო არავინ არავის აქ არ იჭერს, ხალხო. ეს ამათ ტვინში არის, ახლა ბელარუსიზაცია და რაღაცები.
ვთქვათ, ერთი რაღაც არის, რომ სიკეთე რაც კეთდება, ხო? ჭყონია ხო აკრიტიკებდა მთავრობას. ვერ დაუკრა კობახიძეს ტაში რო გამოვიდა სიტყვით, ვერ შეაქო კობახიძე? რატო, ხო? რატო ვეცი ხა მაგაში პატივი მაგას, ხო? რაშიც სწორი ილაპარაკა გამოვიდა პრემიერი, იმაში შეაქო ყველაფერში. და რესპექტი მეც გადავეცი და პატივისცემა რომ აი დაანახა ჭყონიასაც შეუძლია დაინახოს იმის და მიუხედავად არის აქციაზე მდგომი ადამიანი და რომელიც ამ ოპოზიციურ სისტემას რაღაც გარკვეულწილად უწევს დახმარებას. მაგრამ ეგ აღიარა რომ პრემიერმა გააკეთა სწორი განცხადებები. ეს ფორუმი იყო თბილისის ბიზნეს შეხვედრა, სადაც ტაშიც დაუკრა პრემიერს. რატო არ შეუძლიათ ესე გააკეთონ ეგეთი? მაგრამ ეს არის ბოროტება გამიზნული ხალხო. ეს არ არის ივანიშვილის ეს არის ქართული ხალხის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. მე ამას თელი გული და თელი გულის სულით ვამბობ უკვე წლებია თან. ვერავინ ვერ დაუმრელს ეხა გახდეთ. წლებია ამას ვამბობ. ჯერ კიდევ აი ცხელი წერტილი როდესაც იყო 2024-ის მარტი და ეგენი აი არარუსულ კანონებს ამბები რო იყო და მთელი ქვეყანა ტვინი გამოურეცხეს ამათმა და მაშინ რო გამჭვირი და მაშინ რო ამბობდი რომ როგორ იყენებდა დასავლური deep state ამათ ახალგაზრდობის აზროვნებას და დღეს იგივე ახალგაზრდობა რო გამოდის ეხა რო ინფლუენსერებიანად ხმას რო აღარ იყებენ. აი ეს არის ორმაგი სტანდარტები და ეს არის საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები. მადლობა ღმერთს ბევრი ასრზე მოვიდა, მაგრამ კიდევ არის მეტი საჭირო იმისათვის, რომ ეს ხალხი რამენაირად გონზე მოვიყვანოთ. არ შეიძლება უბრალოდ დაუნახავობას ვერ ვიტან მე. მე ხო ვინმეს არ ვაძალებ, აი მე გიყვარდეთ, მაგრამ მე რატო უნდა გიყვარდეთ? გას შენი გადასაწყვეტე მე შენ გიყვარვარ, მოგწონვარ თუ პატივსცემ, ხო? ეს შენი ნება არის და შენი უფლებამოსილება არის. მე შეიძლება შენ მაგრად არ მევასებოდე, მაგრამ შენ გაკეთებული სიკეთე რაც საქართველოს გაუკეთე, მე იმაზე პატივისცემა გაგიკეთო შენ. იმის და მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გქონდეს. მაგრამ ესენი არიან ტროცკისტები, ძმაო, ესენი არიან მართლა კომუნისტები. რა ამათი განსხვავებული ყველაფერი უნდა დაგმონ და აი ბოროტება უბრალოდ, აი ეშმაკიცეულ, აი რაც ამ ქალბატონის ვაიბებიდან მოდის თავინა ბოლომდე, აი ერთმანეთი მიმი იყო ცნობილი გაკეთებული, ახლა დაგიმტკიცებო, რომ ახლა არანაირი ბოროტის სულ და ეშმაკები არ არსებობენ და იმ ქალმა უთხრა აგერ არ ზიხარო. აი დაახლოებით ეგ თემა არის რა. თვალები ყველაფერზე მეტყველებს და ის ადამიანის ის ემოციები, რომელიც არის შემალული ამ ფსევდოპატრიოტულ გამონათქვამებში და რაღაც სლენგებში. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დავინახოთ საკითხები სწორად და შევაფასოთ ყველაფერი მაქსიმალურად იმისათვის, რომ აზრზე ვიყოთ ბევრი რაღაცების. და ბევრმა არ იცის უბრალოდ რა ეკეთდება და რა არა. და ეგრევე გადმოდიან იერიშზე და შეტევაზე, ძარცვავენ, დაკტოვეს, ისე მარტო აღარაფერი აღარ არის. რა თქმა უნდა, აბასტუმანს უნდა შემოარტყა ერთი დიდი გალავანი. ჩემი აზრით, საერთოდ იქ შიდაწვის ზავის მანქანაც არ უნდა შეიყვანო, იმიტომ რომ ეს არის აი სამკურნალო თვისებებით ყველაზე ცნობილი ადგილი ალბათ დედამიწაზე, რომ გამონაბოლქვაც არ დააზიანოს და აგერ გაკეთდა იმდენი, რომ ცაზე თვითმფრინავი ზოღარ დაფრინავს. ეს არის ანტიქართული, არ გამაგიშოთ ხალხო და საქართველოს ბუნების ძეგლთა დაცვის გადარჩენა მიდის რეალურად და ვიღაცა მოდის ეს ანტიქართული ომე მეუნება. რანაირად არის ეს ანტიქართული? არ ვიცი, ძმაო, ეს არის ჩემი პოზიცია, ცოტა ემოციურად რომ ისეთი იყო პოდის ვიხდი ამ იმაზე, მაგრამ უბრალოდ ვერ ვიტან უსამართლობას რა. ვერ ვიტან ინფლუენსერები გაჩუმებულები არიან, ან რაღაცა მოხდება და გამოდიან ეგრევე იმაზეც ნერვები მომიშალეს, ბიჭო, აღარ ჩავწერე ვიდეო. ყოლელობა რომ მოხდა იმაზე, საწყალი არასოწოვანი ბიჭი რომ მოკლა, ვიღაცამ გაიგე და აი რა ხდება, ამდენი მკოლელობა ხდება, ამდენი ის ხდება, ბიჭო, ამერიკაში ხდება 100 ერთ ლოკაციაზე დღეში. დამაზე გროგს გამოვატანინე ის რა ქვია სტატისტიკა მაინტერესებდა ხო დანაშაულის გახსნასთანაც კი ვლიდერობთ ევროპულ ქვეყნებთან რა დანაშაულის გახსნა როგორ ხდება ზოგადად და ქართული პოლიციის მობილიზაცია როგორ არის ამ ქვეყანაში და ძალოვანი სტრუქტურების და ხსუსი როგორ მუშაობს მაგაზე ისეთ საქმეებს ხსნიან და ისე FBI-ის ის თავარი მტერი დაიჭირეს აგერ ბათუმში FBI-ის მიერ ძებნილი რომ ძალიან მაგრა მუშაობს სუსი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაგრამ ამათის გირჩელების თემი ტეხავს რა იმ სუსის აგენტი და ესენი არიან ხალხო რომ აი პირდაპირ გოიმები რა სერიოზული რა აი მე აღარ ვამბობ უკვე კაი და ცუცე გოიმებს არ აყვეთ საერთოდ რა აი ხაზარაძისნაირ გოიმებს არ აყვეთ ხაზარაძესაც ხო ბევრი ფული აქვს ბიჭო რატო ერთხელ არ მეთქვია ხაზარაძესი კარგი ამდენი ხნის განმავლობაში აი რატო ერთხელ კითხვა არ გაგჩენია მე ვახშე მთავარი რომელიც მოგევლინათ იმის გამო რომ ართმევდნენ ბანკს უნდა და პარლამენტში შესვა ვიღაცებმა მართლა არ მინდა მაგ ხალხს ეხარა მე ისეთი რამე ვთქვა რომ ბრბოზე მოახდინა გარკვეულ ნაწილმა ხმამისა პარლამენტში არ შევიდა მიატოვა დღეს საერთოდ აღარც არა ქართულ პოლიტიკაში და ის ხალხი ესე დატოვა რავი აი რავი რა განცხადება შეიძლება მე ამ ყველაფერზე გავაკეთო ხო როგორ შეიძლება საკუთარ ამორჩეველს ესე მოიქცე
მაგრამ ნუ მაგათვის ახლა არის პირადი ამბიციები და პირადი შურიზიება და რევანშისტული ნაცებს რაც უნდათ რა ნაცებს უნდა დაბრუნდნენ და ეგრევე რევანში დაიწყონ აქ საქართველოში და ეგრევე ჩამოარიგონ მეორე დღეს ომი დაიწყონ და ეს მიწები ჩამოარიგონ მერე და დედაუტირონ ამ ქვეყანას რა და შურიძიონ ყველაზე დახვრიტონ აი რაც ციხეებში ხდებოდა ეგენი ეგ განაჩენი გაუკეთონ ქართულ ხალხს რა თქვენ რა გონიათ უმრავლესობაზე გაბოროტებულები არ არიან გაბოროტებულები არიან რა თქმა უნდა რომ არ აძლევენ იმის საშუალებას და ქართულმა ხალხმა სიბრძნე რომ გამოინახა ეგ სიბრძნე არ მოწონთ ამათ ხო და ნურას უკაცრავად და მაგათი დღის წესრიგი დამთავრდა აგენ თავიანთი ბელადი უზით ეხა და რაღაც სისულელებს ბოდავს იქიდან ნუ აი შოკში ვარდები რომ უსმენ აი სააკაშვილის განცხადებებს მე ციხიდან რომ ვისმენ აი შოკში ვარ უბრალოდ აი მსგავსი სახის ეხა პრეზიდენტი იყო ხო ბოლო ეხა და რაღაცა გავლენები ხო ქონდა აი ამ დონეზე როგორ უნდა დაეცი ადამიანი ხო დაჟე აი სექტანტები რო ყავს იმათ თანაც რო დაპირისპირება აქვს წარმოიდგინეთ იმათ თანაც მაგ დონეზე დაიშვა არ ვიცით ეხა მაგათ რო რამე ჯვარი წერია საქართველოს მაგათ რო რამე დაუბრუნდეს აი ჯვარი წერია ამ ქვეყანას რას მელაპარაკებით მეორე დღეს საქართველოს დაემშვიდობეთ უბრალოდ რა აი სრული ეს ახალგაზრდობა კიდე ბევრი რამე არ იცის და ეს ამ ახალგაზრდობის ბრალიც არ უარიციან ბევრი რამე და მათი მშობლების დამსახურება კიდე 90-იანებში რა ხდებოდა საქართველოში და 2003-დან 2012 წლამდე რა ხდებოდა საქართველოში მე მარტო არ მოვიაზრებ 90-იან წლებს აი მე კლანური სააკაშვილმა ქურდები დაამარცხაო და თვითონ გახდა მე მთავარი ქურდი ქვეყანაში და თავითელი კრიმინალური კლანი ყავდა რომელიც მართავდა ამ ქვეყანას ვერ ხედავთ ამ განსხვავებას ერთმანეთში და ის ყოფილი ავტორიტეტები რომლებიც გუშინწი ხალხს აწამებდნენ დღეს მშვიდობის მანტიაში ევროკომისიიდან და იქიდან გელაპარაკებიან და ვიღაცებს პოლიტპატიმრები ქვიათ ამ სიცრუეში ცხოვრებას არ ვაპირებთ ნორმალური ხალხია და ნორმალური ახალგაზრდობაც ამ ქვეყანაში და დებილები აქ არ ვართ ხო მაგათ უნდათ რომ დებილები სოროს მამაში დახარჯა მილიონები ჩვენ დებილები ყოფილიყავით რა რაღაცები ვერ გათვალეს და ვერც გათვლიან კიდე მომავალში. და ქართული ხალხს აქვს სიბრძნე და ამ სიბრძნიდან გამომდინარე გააკეთებენ საკუთარ სწორ არჩევანს ჩვენი ღირსეული მომავლისთვის. რავი ხალხო, მოკლედ ესეთია შინაარსი, თავინა ბოლომდე ახსენი ყველაფერი, ყველანაირი არგუმენტი მოვიყვანე, რამე ამ ტყუილებში კიდე ვიღაცას ხაპრებს თუ მოგიყვებათ, იცოდეთ რომ არც აქვს მყარი არგუმენტები ამაზე რაზედაც ვისაუბრე და ერთი თხოვნა მაქვს რომ არავის დააბოლებინოთ თავი. და ყველაფერი თქვენი ცივი გონებით განწყვეტეთ, ძმაო. მე დაგილაგეთ, დალშე თქვენიც. რავი, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, დროებით და რამოდენიმე დღეში ისევ დაგებრუნდებით. მადლობა.